გამარჯობა. მე გიორგი ვარ, ეს ქუთაისია. 3 წლის წინ ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენმა ქალაქმა გადაწყვიტა გამხდარიყო ეკოსმარტ ქალაქი. ალბათ გაინტერესებს რა არის ეკოსმარტ ქალაქი. ეკოსმარტ ქალაქში ქალაქის თვითმმართველობა და მოქალაქეები ქმნიან ისეთ ინფრასტრუქტურას, სადაც ინოვაცია, გარემოს დაცვა და ტექნოლოგიები ქალაქის განვითარების განუყოფელი ნაწილია. მოდით ერთად ნახოთ რა ნაბიჯები გადადგა ჩვენმა ქალაქმა მწვანე მობილობის, ენერგოეფექტურობის და ნარჩენების მართვის მიმართულებით. ქალაქმა დაამონტაჟა 4 ელექტროდამტენი, რომლის გამოყენებაც ელექტრომობილის ნებისმიერ მფლობელს შეუძლია. და ამის პარალელურად, ყველას ვისაც ელექტრომობილი ყავს, ქალაქის საკრებულომ გაათავისუფლა პარკირების გადასახადისგან. ჰაერის სუფთავებთან ერთად ქუთაისში უკვე მიწისა და წყლის სუფთავებზეც ზრუნავენ. ქალაქში უკვე შეიქმნა ნარჩენების სეპარირების მოედნები, რომლებშიც ქუთაისის მოქალაქეებს შეუძლიათ ცალ-ცალკე შეაგროვონ პლასტიკის, ლითონის და საყოფაცხოვრებლო ნარჩენები. თითოეული კონტეინერის ავსების შემთხვევაში სენსორი აგზავნის სიგნალს დასუფთავების სამსახურში მალე დამცალეთო. მოქალაქეები, ქალაქის თვითმმართველობა და ტექნოლოგიები ერთად ზრუნავენ გარემოს დაცვისათვის. ეს ზუსტად ისაა, რაც ეკოსმარტ ქალაქის მშენებლობა სჭირდება. ეს არის ქუთაისის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო კომპანიის ადმინისტრაციული შენობა, რომელშიც განათება და გათბობა მზის ენერგიით მიიღება. ასეც ცდილობს ქუთაისი მავნე ემისიების შემცირებას და სხვა ქალაქების ახალისებას. ახლა ამ შენობაში ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ქუთაისის გამოცდილების გასაზიარებლად ჩამოვიდნენ. და შეიძლება მალე საქართველოს კიდევ ერთი ეკოსმარტ ქალაქი შეიმატოს. აბა რა სიტყვით, როგორი იდეაა? როგორც უკვე ნახეთ, ეკოსმარტ ქალაქის მშენებლობა სჭირდება მთავრობის, მოქალაქეების და სხვა ორგანიზაციების ჩართულობაც. ერთ-ერთი ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციაა სპექტრი. გამარჯობათ ქალბატონ კეთევან. გიორგი, სპექტრი ჩართული იყო ეკოსმარტ ქალაქის განხორციელებაში. დღეს ჩვენ გვაქვს საშუალება შევაჯამოთ და ვთქვათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩართულობა ყველა მოქალაქის, მათი საჭიროებების ცოდნა და შემდეგ იმ გადაწყვეტის გზების ძებნა, რომელიც მიგვიყვანს ისეთ გარემომდე ჩვენს ქალაქში, რომელიც იქნება სასიამოვნო, მიმზიდველი ყველა მოქალაქისთვის. გამარჯობა ბატონო ირაკლი, მე მოვიარე ქუთაისში სხვადასხვა ეკოსმარტ ობიექტები და თუ შეგიძლიათ ორი-ორი სიტყვა გითხრათ მათ შესახებ და მათ განვითარების შესახებ. კი, გიორგი, როგორ არა. ქალაქის მრავალსექტორულ ჯგუფმა, რომელიც ქალაქის მერის ხელმძღვანელობით იყო შექმნილი, გადაწყვიტა, რომ დაგვეტესტა ისეთი იდეები, რომელიც გამოხატავდა მზაობას ქუთაისის სამომავლოდ მომზადებისათვის, რომლის ფორმირების პროცესში ჩვენ ძალიან დაგვეხმარა გაეროს განვითარების პროგრამა და ევროკავშირი, რომელთა ექსპერტებმაც ჩვენ მოგცა სწორი ტრაექტორია, რომ ისეთ იმპულსებს და ისეთ ინტერვენციებს შევხებოდით, რომელიც ჩვენი მოსახლეობის გამოწვევების ადეკვატური იქნებოდა. აი ამ კომპლექსურ ჭრილში ყველაფერს ქვია მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი, რითაც ჩვენ ვემზადებით შევხვდეთ მომავალს და ვიყოთ ღირსეული წარმომადგენლები ევროპის განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ქუთაისი, ეკოსმარტ ქალაქი და ახალი იდენტობა. ქუთაისმა უკვე გადადგა პირველი ნაბიჯები, რომ გახდეს ეკოსმარტ ქალაქი და ყველას, ვინც აქ ცხოვრობს და სტუმრობს, შეუქმნას მდგრადი, მწვანე და განვითარებადი გარემო. სხვა ქალაქებო, შემოგვიერთდით.